სანამ უშუალოდ ტრამპისა და ვლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება, საუბარი შედგა, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დახმარებით. და ტომაჰავკებზე, ანუ იმ სარაკეტო სისტემებზე, რომელზედაც მთელი ბოლო პერიოდში იყო აქტიური საუბრები, ახლა კიდევ უფრო ბუნდოვანება მოიცვა ეს საკითხი, მიიღებს თუ არა უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შორმანძილზე მოქმედ ფრთოსან ამერიკულ რაკეტებს ტომაჰავკებს. ამ და სხვა სიახლეების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს სამხედრო საინფორმაციო პორტალ ალფასიხშიის დამფუძნებელი სამხედრო მიმომხილველი ოთო კონჯარია. მოგესალმები ოთო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ გადაცემაში. სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალ, ნახავთ, ხედავთ რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია ამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, როგორც ეროვნული წარმოების, ასევე ძველი რუსული საბჭოთა წარმოების და დასავლური შეიარაღების. თუმცა ბოლო პერიოდში ტომაჰავკებზე საუბარმა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც თვითონ დასავლურ წყაროებში, ასევე უკრაინაშიც და რუსეთშიც. არაერთი სამხედრო ბლოგერი გამოეხმაურა ამ საკითხს და არა მარტო სამხედრო ბლოგერი, ღიად შეშფოთებულები იყვნენ და ეს გარკვეულწილად დაადასტურა კიდევაც ტრამპისა და პუტინის შორის სატელეფონო საუბარმაც. ტრამპმა ახსენა, რომ ვლადიმერ პუტინი მაინც და მაინც არ არის მოხარული იმ ფაქტით, რომ შესაძლოა გადაცეს უკრაინას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ამერიკული შორი მოქმედების შეიარაღება. ახლა მინდა გრაფიკულად ვაჩვენოთ ოთო დაფარვის არეალები, რა ტიპის შეიარაღებას ფლობს უკრაინა და ასევე ტომაჰავკების შემთხვევაში რა ტიპის დაფარვის არეალზეა ცნობილი. აქ არის მოცემული პირობითად სამხედრო ობიექტების ნაწილი და ცნობილია, რომ ყველაზე მაქსიმუმი, რაც ახლა უკრაინას გააჩნია შეიარაღება 300 კილომეტრს მანძილს ვერ ფარავს. მოდით, რადგან ტომაჰავკმა ასეთი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაყურებელს რომ აუხსნათ, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი, რა წარმოადგენს ტომაჰავკი და რატომ არის ასეთი დიდი საუბრები დაკავშირებული, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში გადასცემს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ამ იარაღს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გუშინდელი საუბრის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შესაძლოა ტომაჰავკის რაკეტები ამერიკამ საერთოდ არ გადასცეს. უბრალოდ ეს არის რაღაცა საინფორმაციო ფონი შექმნილი იმისათვის, რათა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, იძულება გამოიწვიოს მან პუტინზე და დაანახოს ის რეალური საფრთხეები, თუ ის ომს არ შეწყვეტს, რა შეიძლება დაემუქროს. ნუ ტომაჰავკი არის უნიკალური, ესე ვთქვათ, სისტემა, უნიკალური იარაღი იმ იარაღებთან შედარებით, რაც გააჩნია უკრაინას, იგივე შტორმ შედოუ ატაკამსი და ეროვნული წარმოების ფრთოსანი რაკეტების გააჩნიათ მათ, ბევრად განსხვავებულია იმ კუთხით, რომ დამიზნების სისტემა გააჩნია ისეთი, რომ ესე ვთქვათ, უფრო მარტივად შეძლებს ის საჰაერო თავდაცვის ზონებს გაუძვრეს და დარტყმები მიაყენოს რუსებს სიღრმეში 1600 და 2500 კილომეტრის რადიუსში. გააჩნია რა მოდიფიკაციას, თუ გადასცემენ რა მოდიფიკაცია იქნება ეს, იქნება ბლოკ 2, ბლოკ 3 თუ ბლოკ 4. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე უნდა ითქვას ის, რომ ტომაჰავკი არის მრავალ კონფლიქტში გამოცდილი. გამოიყენეს 1991 წელს ოპერაცია უდაბნოს გარეშხალში, გამოიყენეს 2003 წელს ერაყის წინააღმდეგ 800 ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული ერაყის ოპერაციის დროს და 95%-იანი შედეგიანობა დადო და ესე ვთქვათ, ძალიან გამოცდილი იარაღია, ისეთი სისტემები გააჩნია დამიზნების, რომ ამ სისტემებით არ კლასიფიცირდება Storm Shadow და ატაკამსი. მხედველობაში მაქვს ტერკომის სისტემა. ტერკომი ეს არის ციფრული რუკები არის ჩატვირთული ტომაჰავკებში, როდესაც სანამ ის გაფრინდება რაღაც დისტანციაზე, წინასწარ იტვირთება ეს რუკები და ამ რუკების მეშვეობით ახდენს ის, ესე ვთქვათ, გაფრენას იმ მანძილზე. გააჩნია ასევე დისმაკის ტიპის დამიზნების სისტემა, GPS-ი, INS-ი და ეს ერთობლიობაში აი ამ იარაღს ტომაჰავკს აძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან ზუსტი იყოს, ზუსტად მოხდეს იმ სამიზნეს, რომელიც წინასწარ გაიწერება 1600-დან 2500 კილომეტრის რადიუსში, რაც რუსეთისთვის საკმაოდ საფრთხის შემცველია იმ ხრივ, რომ თუ უკრაინას პირობითად ეს რაკეტები გადაეცემა და ის დაიწყებს ელაბუგაში იგივე გერანურების ტიპის დრონების წარმოებელი ქარხნის დაბომბვებს, ან შეიძლება
დაბომბოს პირობითად ისკანდერების ძრავების, ხ-1-ების ძრავების, კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ძრავების მწარმოებელი ქარხნები, დამიზნების სისტემები, ეს უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მას, რადგანაც სტრატეგიულ სიღრმეში უკრაინელები შეძლებენ დარტყმის განხორციელება ზუსტად, რაც იქნება მათთვის ძალიან ტკივნეული. ტომაჰავკი არ უნდა აღვიქვათ ისეთ იარაღად, რომელიც არის ეგრეთ წოდებული Wunderwaffe, რომელიც რაღაც ომის სურათს შეცვლის. ომის სურათს ვერც ერთი იარაღი ვერ შეცვლის, ომის სურათს შეცვლის რეალურად ესე ვთქვა თანმიმდევრული გამოფიტვა რუსეთისა ბრძოლის ველზე. ჩვენ ხედავთ რომ დღე არ გავა თითქმის რომ რომელიღაც ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე ან რაიმე სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინამ არ მიიტანოს იერიში რომელიც გარკვეულწილად აისახება ფრონტზეც. აი რო გითხრათ რითი და რა საშუალებებით უტევს უკრაინა ასეთ შორმანძილზე ახლა და ტომაჰავკისგან განსხვავებით რა ტიპის ზარალს აყენებს უკრაინა დღესდღეობით რუსეთს? ნუ პირველ რიგში უკრაინის შეიარაღება, რომელთაც ის ურტყამს თითქმის ყოველდღიურად რუსეთის სტრატეგიულ სიღრმეებში სხვადასხვა ენერგოობიექტებს, ეს არის კამიკაძე დრონი. ეს კამიკაძე დრონები მზადდება თავისი სრული კომპლექტაციის 99% მზადდება უკრაინის ტერიტორიაზე. არის ინფორმაციები, რომ ეს საწარმოები არის მიწის ქვეშ, არის ასევე ინფორმაციები, რომ არის უკრაინის გარეთ და შემდეგ ხდება ასე ვთქვათ მომარაგება უკრაინისთვის. თუმცა ზუსტი ინფორმაცია თუ სად არის ეს ქარხნები და სად მზადდება ეს კამიკაძე დრონები, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. და ეს არის დაახლოებით 1000-დან 1600-1800 კილომეტრის 2000 კილომეტრის რადიუსში მფრენი კამიკაძე დრონები, აი შაჰიდის მსგავსი დრონებია, რასაც უკრაინა იყენებს ყოველდღიურად თითქმის რუსეთის ენერგოობიექტების დასაბომბად. ეს ქვეყანა არის ერთგვარი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, დიდი ესე ვთქვათ ბენზინის რაღაცა კონსორციუმი შეიძლება ესე ითქვას და სწორედ აი ამ ბენზინით, ამ საწვავით, გაზით და აი ამ ენერგორესურსებით ის ახდენს ომის დაფინანსებას. თუ უკრაინას უწყვეტად ექნება იმის საშუალება, რომ მუდმივად დაბომბოს ენერგოობიექტები, შესაბამისად რუსეთს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგება და უკვე მიადგა. და სწორედ ამასთან დაკავშირებით, რომ ფრონტზეც აისახება ეს სიტუაცია, ანუ კონკრეტულად კი უკრაინის მიერ შორმანძილზე მოქმედი დრონებით დარტყმები რუსულ ობიექტებზე, მე მინდა შემდეგი გრაფიკა წარუდგინოთ მაყურებელს, ეს არის უშუალოდ პოკროვსკის ფლანგი და რატომ პოკროვსკის ფლანგი? ამ ფლანგზე უკვე თითქმის 1 წელია რუსეთი ცდილობს, რომ ეს დასახლება პოკროვსკი რომელიც საკმაოდ პატარა მცირე დასახლება აიღოს. თუმცა ექსპერტული წრეები, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის საბრძოლო ტემპი იმ დონემდე არის შემცირებული, რომ ამ დასახლების აღება საკმაოდ უჭირს კრემლს. რომ მეტი სიცხადე მოვფინოთ სიტუაციას. აი თუნდაც პოკროვსკის ფლანგის მაგალითზე. რა პრობლემები ექმნება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და რაზე საუბრობენ რუსი სამხედრო ბლოგერები, რუსი სამხედროები, რომლებიც ფრონტიდან ბრუნდებიან და ვიცი რომ საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ალფა-სიხშია საკმაოდ ხშირად აშუქებს ამ ასე ვთქვათ შეხედულებებს. პოკროვსკის მიმართულებას რუსეთი უკვე უტევს დაახლოებით 12 თვეა. აი შეიძლება ესე ითქვას, რომ 1 წელია უშედეგოდ უტევენ ამ ზონას და დანაკარგები რუსებისა აღემატება უკვე 100,000. აქ იგულისხმება როგორც დაღუპულები, განადგურებულები, ასევე დაჭრილები. დღეს დავდე ესეთი ინფორმაცია, ვაენი ასვედამიწელი არის ესეთი ცნობილი ტელეგრამ არხი, რომელიც არის უშუალოდ FSB-ს დაქვემდებარებაში, წერს გუშინდელი უშედეგო შეტევის შესახებ ესეთ რაღაცას, რომ გუშინ მექანიზირებული შეტევა იყო, აი შახოვე არის, არ ჩანს აქ, მაგრამ დაახლოებით აი აქ არის სოფელი შახოვე. აი ამ მიმართულებით რუსები ცდილობენ გაჭრას, მექანიზირებული შტურმი იყო, ჩართული იყო 2 ტანკი და 11 ჯავშანტრანსპორტიორი და რუსები ამბობენ ეს რაღაცას, რომ როდესაც დავიწყეთო გადაადგილებაო, უკრაინელებმა ჯერ დააფიქსირეს სადაზვერო დრონებით, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ წამოსვლასო და სანამ მოვაღწევდითო აქამდე, მანამდე დაიწყესო მასირებული შეტევები არტილერიით და კამიკაძე დრონებით, რამაც გამოიწვია ის, რომ სრულად იქნა განადგურებული ეს კოლონა. ბოლო პერიოდში ძალიან წუწუნებენ რუსები, რამდენიმე ყოფილი დეპუტატის ვიდეო დავდე ალფაზე და ეს რაღაცას ამბობდა, რომ
ისიც იზიარებდა აი ამ პათოს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელიაო გარღვევა ფრონტისო, იმიტომ რომ უკრაინული დრონები ჰაერში ბატონობენო, ის რომ სადღაც რაღაცა სოფლის ქარსაცავის ზოლს დაიკავებენ და ამ ქარსაცავის ზოლის დაკავებაში ისინი დაკარგავენ ბატალიონს, ეს არ არის არანაირი გარღვევა და ამაზე თავად რამდენიმე დღის წინ სალავიოუმაც თქვა, რომ ჩვენ არ ველოდითო უკრაინელების ესეთ მძლავრ სამხედრო სამრეწველო კომპლექსო და არ ველოდითო, რომ ისინი შეძლებნენო მუდმივი წინააღმდეგობის გაწევას. ამას როდესაც ემატება იგივე ლოგისტიკური პრობლემები, რასაც უქმნის სწორედ უკრაინის იერიშები სიღრმეში, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე თუ სხვა ობიექტებზე, სამხედრო ობიექტების იბომბება, მათ შორის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის არმიის წინსვლისთვის. მე მინდა ახლა შემდეგი გრაფიკული გამოსახულება გაგაცნოთ და შემდეგ დაგისვამ კითხვას. ეს არის პირობითად ყოველთვიური საშუალო სამხედრო დახმარების მაჩვენებელი და სადაც ვხედავთ, რომ 2022-დან 24 წლამდე დიდი წილი მოდიოდა ყვითელ ფერში არის ეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დახმარებაზე. შემდეგ უკვე 2025 წლის იანვრიდან ივნისის პერიოდში თითქმის მინიმალურამდე დადეს ამერიკის მხრიდან დახმარება, ძირითადად მოდის დახმარება ევროპის მხრიდან, ხოლო 2025 წლის ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ, ამერიკის დიდ დახმარებას ანაცვლებს ნატოს პროგრამა. მოდით მაყურებელს აუხსნათ თოთო, რომ რა ტიპის იარაღს იღებდა უკრაინა ამერიკიდან, ევროპიდან, რა ტიპის იარაღს იღებს ახლა, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, უკრაინა აძლიერებს ეროვნულ წარმოებას და რა ჭირდება რეალურად უკრაინას ახლა იმისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზამთრის პერიოდში ტემპი ისედაც იკლებს უკრაინის მიწაზე ომის წარმოების თვალსაზრისით, რა ტიპის იარაღი ჭირდება ახლა უკრაინას, რომ ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სამხედრო ზარალი მიაყენოს რუსეთს. 2022-23-24 წლებში შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა იღებდა ყველა სახის, ანუ უკრაინა საჭიროებდა ყველა ტიპის სამხედრო დახმარებას. აქ იგულისხმება, აი ასე რომ ჩამოთვლა რომ დაიწყო, არ გვეყოფა ეთერი, ანუ თითქმის ყველაფერს იღებდა დასავლეთისგან, მაგრამ 2024 წლის ბოლოდან მათ ძალიან აქტიურად დაიწყეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განვითარება და ისეთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, გარღვევები განახორციელეს ამ მიმართულებით, რომ გარკვეული სექტორებს თავად უზრუნველყოფენ. დღეს უკრაინის ფრონტებზე არსებული იარაღის 50%-ზე მეტს თავად უკრაინა ამზადებს. დრონების 95% იწარმოება უკრაინაში, იგულისხმება FPV კამიკაძე დრონები, სადაზვერვოები, შორსმოქმედი კამიკაძეები, რობოტიზირებული სახმელეთო კომპლექსები და ასე შემდეგ. ასევე იწარმოება ჯავშანმანქანები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, სპექტრის განვითარება ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თავად უკრაინის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანს ხდის მათ მედეგობას წინააღმდეგობაში. ის, რაც ჭირდება მას დღეს დასავლეთისგან, განსაკუთრებით აშშ-სგან, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები და უფრო მეტად მათი რაკეტები. აქ იგულისხმება პეტრიოტის რაკეტები, რომლის შანაცვლება, ესე ვთქვათ, ევროპას არ შეუძლია, არ აქვს ევროპას ისეთი ანტირაკეტები, როგორც არის PAK-3 რაკეტა პეტრიოტებისთვის, იმიტომ რომ PAK-3 რაკეტა უშუალოდ გათვლილია ისკანდერების და კინჟალების, ანუ ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად. სტანდარტული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც აეროდინამიკური სამიზნეების გასაანადგურებლად მოქმედებს, არ გამოადგებათ და ამიტომ აშშ-ს დახმარება არის უმნიშვნელოვანესი. აშშ-ს დახმარება არის ასევე უმნიშვნელოვანესი დაზვერვით ინფორმაციაში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, როდესაც უკრაინელები აყენებენ წარმატებულ დარტყმებს რუსებს, იგივე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სამხედრო საწარმოებზე, კაფიოდ ჩანს, რომ ძალიან სწორი დაზვერვის ფონზე ხდება ეს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაადგილებას, როდესაც რუსები იწყებენ და ხდება რაღაცა ჩარჩოები, რაღაცა ღრიჭოები, კორიდორები, მათ ტერიტორიაზე შესვლისთვის, აი ამ ინფორმაციას სწორედ ამერიკის სატელიტები და დაზვერვის ინფორმაცია უზრუნველყოფს და ასევე უმნიშვნელოვანესია საარტილერიო ჭურვები, რომელიც ჯერჯერობით უკრაინამ შიდა წარმოებით ვერ უზრუნველყო და ჯერ 1-2 წელი დასჭირდება, რომ თავად აწარმოოს იმდენი რომ ეყოს. ამიტომ ამაშიც არის უმნიშვნელოვანესი ამერიკის დახმარება. მადლობა. ნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა ვლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის. გახდება თუ არა რაიმე ახალი ცნობილი პეტრიოტების რაკეტებთან და ასევე ტომაჰავკებთან დაკავშირებით, რაზეც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ნებათა ღელვა
მთელ მსოფლიოში ასე ვიტყოდი, არა მხოლოდ უკრაინასა და დასავლეთში, არამედ რუსეთშიც.